გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ გიორგი მაესტრო გოჩელეიშვილი, თქვენ კი იმყოფებით გამა ნიუსზე. დავიწყეთ. მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა ამ ნიუსებს დავიწყებ იმით, რომ მინდა დიდი მწუხარება გამოვხატო გიორგი ახალაეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ძალიან მოგვაკლდა ჩვენ ეს ბიჭი, ეს პიროვნება, ეს მებრძოლი. ნახდათ დიდი ტრაგედიაა, არა მარტო გამასთვის, არა მარტო გიორგის ოჯახისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. მეგობრებო, გადავიდეთ ნიუსებზე. დავიწყებ იმით, რომ შემდეგი ჩვენი ივენთის სახელი ცნობილია, ეს არის უსახელო გარეწრები, Inglorious Bastards და Fight Card-ი ცნობილია. ყველას მოგიწოდებთ, რომ გადახვიდეთ ჩვენს ვებგვერდზე www.gamafc.g და გაეცნოთ თუ რა წყვილებია. დაწვრილებით ნიუსებში არ ჩამოვთვლი ყველა წყვილს, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ როგორც ყოველთვის ჩვენ საკუთარ თავს გადავახდით და ეს იქნება უმაგრესი კარდი, უმაგრესი 11 ბრძოლა, ასეთი სასტიკი მებრძოლები ერთ კარდზე ამდენი თან ჯერ არ შეგვიკრებია და ნახდათ ღირს რომ ყურადღება დაუთმოთ. და უბრალოდ არ მაქვს უფლება რომ არ დავასახელო main card-ი და co-main card-ი. უპირველეს ყოვლისა მინდა თქვენი ყურადღება მივიპყრო 84 კილოგრამ საჩემპიონო ბრძოლისკენ. ნიკა ბურნუჩიანი, ნიკა ჩიტიშვილთან გაიზიარებენ რინგს და 84 კილოში გვეყოლება ჩემპიონი. მინდა ასევე დაუთმოთ თქვენი ყურადღება რომ 73 კილოს გრან-პრის ნახევარფინალი როგორც იქნა გაიმართება და ზურა მარგიშვილი უშიშარი დაუპირისპირდება ლადო იოსელიანს და სულ მალე გავიგებთ თუ ვინ დაუპირისპირდება ნაირ მელიქიანს, ახალქალაქელ მონსტრს. და რა თქმა უნდა, ასევე ყურადღებას მიიპყრობს კიდე ერთი co-main event-ი, რომელიცაა რევანში ნიკა კალანდაძესა და გელა თეგაშვილისა. შეგახსენებთ, რომ ეს ბრძოლა იყო ძალიან თანაბარი, საჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით და სულ ერთი ქულა სხვაობით ნიკა კალანდაძემ გაიმარჯვა წინა ბრძოლა. დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ბრძოლას და თქვენი მოთხოვნის სამებრ ორგანიზაციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს რევანში ბოდიში შემდგარიყო, ამიტომ ჩვენ ამას ვიხილავთ სულ მალე 29 მარტს გელით ეს ბრძოლები. ამის გარდა უმაგრესი, უსასტიკესი 11 ბრძოლა გველის წინ, ამიტომ თვალი არ დაახამხამოთ, დაელოდეთ 29 მარტს. როდის არის გრან-პრის ფინალები? არაერთხელ დასვა ჩვენმა მაყურებელმა კითხვა, პირად მესიჯებში მომწერეს ბევრმა გამაზე მოგწერეს და ბევრი კომენტარებში იწერება. მეგობრებო, გრან-პრის ფინალები წინასწარ ძალიან ძნელია რომ გითხრათ. როგორც მოგეხსენებათ, ბიჭები თავდადებულად იბრძვიან და პრიზით სათანადოა 25,000 ლარი გრან-პრის მოგებულისთვის. ამიტომ იმედია რომ უკვე აპრილში შევძლებთ ჩვენ ფინალის ჩატარებას და აპრილში თუ არა მაისში ვფიქრობ რომ ნახდათ შევძლებთ ერთ-ერთ გრან-პრიში მაინც ან 62,5 კილოს, ან 73 კილოში გრან-პრის ფინალების ჩატარებას. თუ სპორტსმენები ორივე წონით კატეგორიაში მზად იქნებიან აპრილში გინდა მაისშიც, ორგანიზაცია მზად არის რომ ეს დიდებული ივენთი ჩაატაროს და ერთივე ივენთზე ორივე გრან-პრის ფინალი ჩაატაროს. ანუ მოკლედ რო ვთქვათ, სპორტსმენების მზადყოფნაზე და მათ ტრავმებზეა დამოკიდებული გრან-პრის ფინალები როდის ჩატარდება. ჩემი ვარაუდით ეს იქნება აპრილი ან მაისი, არა უგვიანეს ივნისი. მაშასე გადავიდეთ შემდეგ ნიუსზე. მეგობრებო, გამას პრესკონფერენცია ამჯერად ჩატარდება შეჯიბრამდე ერთი კვირით ადრე, ანუ ხვალ 9 საათზე 21 მარტს ქსანის 2 ნომერში 9-ის ნახევარზე გელით ყველას ეს იქნება პირველი ღია პრესკონფერენცია გამასი და ყველა მსურველს, ვისაც გაქვთ ბილეთები ნაყიდი, ვისაც არ გაქვთ ბილეთები ნაყიდი, ვინც არც აპირებდით ბილეთების ყიდვას, მოკლედ ქსანის 2 ყველასთვის ღიაა ჩვენი კარი, მობრძანდით ხვალ
გამას პრესკონფერენციაზე, რომელიც 9-ის ნახევარზე დაიწყება და რაც თავარია, ასევე პრესკონფერენციასთან ერთად იქნება ჩვენი გამა ბარის პრეზენტაცია. გამა ბარისგან და გამას სპონსორი ვალხალასგან თქვენ გელით პატარა პრეზენტი, ცოტა რომ შევხურდეთ ვალხალას შოთი. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქსანის 2 ნომერში 21 მარტს 9-ის ნახევარზე საღამოს გელით ყველას გამა ბარის პრეზენტაციაზე და გამას პრესკონფერენციაზე. პრესკონფერენციის მერე არ ვიშლებით, ვაგზელებთ გატრაკებას, საუბრობთ თუ ვინ მოიგებს, ვინ წააგებს და ასე შემდეგ. ასევე გამა ბარის პრეზენტაციის ფარგლებში გელით ჩვენი საფირმო კოქტეილები. ერთად დავაგემოვნოთ და როგორც ყოველთვის თქვენი უკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მეგობრებო, შემდეგი ამბავი, რომელიც ვფიქრობ, რომ აუცილებლად ღირსია თქვენი ყურადღებისა, ის არის, რომ ჩვენი შემდეგი 2 ივენთი უკვე ცნობილია და რაც თავარია, მათი მთავარი ბრძოლებიც ცნობილია. როგორც მოგახსენეთ, აპრილში, ისევე როგორც მაისში ძალიან დასაშვებია, რომ ერთი გრან-პრის ფინალი მაინც ჩატარდეს, თუმცა ამის გარეშეც ძალიან მაგარი main და co-main ივენთები გველის. მაშასე აპრილის კარდი თითქმის შედგენილია და ამ ივენთებზე უკვე წინასწარ შეგიძლიათ ბილეთი შეიძინოთ და რაც მთავარია, მინდა ხაზგასმით თქვა, ჩვენ გველის საჩემპიონო ბრძოლების ცვენა. როგორც თქვი, მარტში უკვე ჩვენ გველის 84 კილოში ახალი ჩემპიონი, როგორც მოგეხსენებათ, 84 კილოს არ ყავდა ჯერ ჩემპიონი და ჩვენ გავარკვევთ თუ რომელი ნიკა იქნება ამ წონის ჩემპიონი. ეს უკვე მარტში გველის. აპრილში შემდეგი ივენთის სახელი ცნობილია, აპრილის ივენთს ერქმევა Peaky Blinders და ჩვენ გველის 2 საჩემპიონო ბრძოლა. აპრილის ივენთზე ჩვენ გავარკვევთ თუ ვინ იქნება 60 კილოგრამის ჩემპიონი. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ 60 კილოგრამის საჩემპიონო კამარი არის ვაკანტური. ადრე ის ეკავა ლევან ციკლაურს, მაგრამ ლევანი წავიდა ორგანიზაციასთან, ამასთან ერთად ბორო ბრძოლის წინ ვერ ჩააბარა წონა და ამის გამო სექტემბრის აქეთია 60 კილოგრამში ჯერ არ ყავს ჩემპიონი. და ზუსტად ბაკურჩი ქოვანი და კოტე ზომბი ჭკადუა გაარკვევენ თუ ვინ არის ღირსი 60 კილოგრამის მეფობისა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს ბრძოლა ჩატარდება შიშველ მუშტებზე. ამასთან ერთად კიდე გველის კიდე ერთი საჩემპიონო ბრძოლა აპრილის ივენთზე, Peaky Blinders-ზე. ბექა კორტავა დაუპირისპირდება ვახო ციკლაურს. 70 კილოგრამში ბექა ჩაატარებს პირველ დაცვას თავის კამრისა და ჯერ დაზუსტებით არ ვიცი, თუმცა ორგანიზაცია მაქსიმალურად ცდილობს, რომ 70 კილოგრამის ჩემპიონი, რომელიც გაირკვევა უკვე აპრილში, დაუპირისპიროთ ბესო ფარჯიანს, რომელიც ასევე არის 70 კილოგრამის დროებითი ჩემპიონი. გავაერთიანებთ ამ კამარსაც ძალიან მალე. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მეგობრებო, ამ 2 საჩემპიონო ბრძოლასთან ერთად მთლიანი კარდი უკვე ჩამოყალიბებულია 90%-ით ყველა ბრძოლა შეთანხმებულია, ამიტომ წინასწარ შეგიძლიათ Peaky Blinders-ებზე შეიძინოთ ბილეთები, რომლის ფასი ძალიან დემოკრატიულია და მოგიწოდებთ, რომ წინასწარ შეიძინოთ თუ რაღაც 35-40 ლარად, ვიდრე კარზე უკვე 120 ლარი რო ემეღირება. მაისშიც ცნობილია ჩვენი main event-ები. კიდევ ერთხელ გავგიმეორებთ, რომ დიდი ალბათობა აპრილში თუ არ ჩატარდა და ფინალები გრან-პრის, დიდი ალბათობა რომ მაისში ჩატარდეს. დიდი ალბათობა იმისიც არის, რომ ორივე გრან-პრის ფინალი მაისში ჩატარდეს, თუმცა ეს დაზუსტებით ჯერ არ არის დადგენილი. მაგრამ ჩვენ ნახდათ ვიცით, რომ ასევე მაისშიც გველოდება 2 საჩემპიონო ბრძოლა. პირველი საჩემპიონო ბრძოლა ჩვენ გველის 56 კილოგრამ კატეგორიაში. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ 56 კილოგრამ კატეგორიაში ჯერ ჩემპიონი არ გამოგვივლენია და ნომერ პირველი პრეტენდენტი ამაზე არის დიმა ჯიქია თავის შესანიშნავი რეკორდით 7-1-ზე და დიმა გაიზიარებს რინგს გიგა თაბუკაშვილთან, რომელსაც არამეტად ნაკლები რეკორდი აქვს 4-1-ზე. ეს ბიჭები შიშველ მუშტებზე დაუპირისპირდებიან 5 რაუნდიან ორთაბრძოლაში ერთმანეთს უკვე მაისის ივენთზე, რომლის სახელიცაა გამა ფიური, ამიტომ არ დაახამხამოთ თვალი, მაისშიც წინასწარ ვიცით, რომ უმაგრესი ბრძოლა გველოდება ყველაზე light წონით კატეგორიაში, რომელიცაა 56 კილოგრამი. ამასთან ერთად light heavyweight-ში სლავა მარგიშვილი
ჩაატარებს თავის საჩემპიონო ქამრის პირველ დაცვას. 93 კილოგრამში სლავა დაიცავს ქამარს და თუ ვის წინააღმდეგ ამას თქვენ გაიგებთ სულ მალე. მაშინ ასე მეგობრებო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უკვე ხვალ გველის პრესკონფერენცია და გამაბარის პრეზენტაცია Inglourious Bastard-ის შეჯიბრის, რომელიც 29 მარტს ჩატარდება, უშუალოდ ბრძოლებზე მაქვს საუბარი. აპრილის ივენთიც ცნობილია Peaky Blinders, რომელზეც 2 საჩემპიონო ბრძოლა გველის და ასევე ცნობილია მაისის ივენთის სახელიც Gamma Fury, რომელზეც ასევე 2 საჩემპიონო ბრძოლა გველის. უმაგრესი ივენთები დაგეგმეთ თქვენი დრო გასართობად. წინასწარ გაატარეთ ჩვენთან ერთად ხვალინდელი პრესკონფერენცია, ჩვენთან ერთად გაატარეთ რა თქმა უნდა ბრძოლებიც. თუ ვერ ყიდულობთ ბილეთს თბილისში თუ არ იქნებით მაგ თარიღებზე, შეგიძლიათ წინასწარ იყიდოთ Gamma TV-ზე ტრანსლაცია ან რომელიც წინასწარ თუ იყიდით სულ $1.99 ღირს, ან გაიაროთ ვერიფიკაცია Leaderbets-ზე და სრულიად უფასოდ დაესწროთ, თუმცა ონლაინ ჩვენთან ერთად ჩვენს შეჯიბრს. მეგობრებო, ამ ნიუსების ჭრილს დავაბოლოვებდი იმით, რომ გადახვიდეთ ჩვენს ვებგვერდზე www.gamafc.g, გადადით სექცია რანკინგებში და შეაფასეთ თუ როგორ შეიცვალა წყობა, ვინ არის პირველ ადგილზე, ვინ მეორე მესამეზე. შეიცვალა ბევრი რამ, ზოგი მებრძოლი არ აგრძელებს გამასთან ერთად ურთიერთობას, ზოგი ძალიან მაგარი ახალი მებრძოლი დაგვემატა, ამასთან ერთად ზოგმა შეიცვალა წონითი კატეგორია, ამიტომ რა თქმა უნდა თქვენი უკუკავშირი ძალიან გვაინტერესებს. ეს იყო Gamma News-ი, მე ვარ გიორგი მაესტრო გოჩელეიშვილი. შეხვედრამდე.